იმიტომ რომ თბილისის მერობისთვის კი არა, ალბათ არ ვიცი თქვენი კოკია ნახათ, საინახათ იმ რაიონიდან იმის გაგებლადაც არ ივარგებთ ალბათ. ასე რომ ასე ნუბედურ დღეში ჩაგდებულია თბილისი, ასე საცოდავ ღეში და მთელი პასუხისმგებლობა გეკისრება თქვენ ბატონო ნარმანია. ვიცი, ეხლა თუ ვიდეო ნუ რა შეიძლება ითქვას ზიან თბილ კაბინეტებში და მე ხა მოუწოდე ბატონ მე ჩამოვიდე საგნაკი გავასეირნე პეკინის ქუჩაზე რომელიც იყო სავაჭრო ცენტრის ქუჩა. ამ თითქმის ყველა მაღაზია ან იყიდება ან ქირავდება ან კიდე გამოცხადებული აქვს ლიკვიდაცია. ესენი დაბრუნდა ხალხს დავასახმენ სად არის დასაქმებული ხალხი. პირიქით ნაგავს ვიაქვს ქალაქი. სასუდავი ხალხი ისე ეხო ხარ დასაქმებული. ხოდა იგი უგულავა უნდა იყოს ციხეში და ნორმალია აქ ეს არის სამართლი. იგი არის უგულავა. განაჩენია დამოუკიდებელი და ეს გამოგიებული ნოტიგარი. ნორმალია. არჩეული კი არის ის იყო დანიშნული პირადად ბეჯინა ივანიშვილის მიერ რომ განახორციელოს ერთადერთი პროექტი პანორამა თბილისი. და მარტო არა. მეტის ხო არა. ხოდა ჯობია დროზე გადადგეს ნორმალია და ვადამდელი ერობის ახალი არჩევნები ჩატარდეს თბილისში. და ნახოთ ვინ გაიმარჯვებს ამის შემდეგ. ხალხმა დაინახა ნამდვილად ამათი რეალური სახე. კიდევ ერთადერთ დავამატებდი რომ გადააქციეთ სახურეთ მთელი ქალაქი. ეხოთ ვაშკაცობა კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ თუ შეგიძლიათ ჩამოგზავნით და დაგვეცით პასუხი. რაზეც ნამდვილად ეჩვეუება რომ ამას გააკეთებთ, მაგრამ ის მაინც გააკეთეთ რომ ქალაქი მაინც დაალაგეთ. გასმიდეთ თქვენი ეს მერიაც ნაგვისგან და თბილისიც მოგეხსენებათ ნაგვით არის გადადილი. ოღონდ აქედან დაიწყეთ, ჯერ აქედან დავიდარეთ ნაგავი თქვენი გამარჯვებით გავგზავნით და შემდეგ მიაყოლეთ თქვენი კორუმპირებული ჩინოვნიკები. არ გიშვერეთ ისაგადრო პოლიტიკა და ერთი-ორი კაცის მოხსნა რაც გააკეთეთ ამას წინათ ეს უბრალოდ ხალხია რომელიც გაწირეთ ჩვეულებრივად აქ ბევრი ჯოკია გეყოლებათ კიდე გასაწერიებში არ მეყარება და იმ ჯოკიებსაც მოუწოდებ რომ დროზე მოეგო გოლს და გამოვიდნენ იმ კაბინეტებიდან და წავიდნენ იმ გზაზე რომელ გზაზეც უნდა იარონ და რომელ გზაზეც ეკუთვნით მათ იარონ და დაანებონ ამ ივანიშვილის მონობას და აღსრულებას